და ეს დღეც დადგა. საქართველოს უკვე ყავს ჩემთან ერთად 12 ტრენერი. პირველი საფეხურის სატრენერო განათლება საქართველოში დასრულდა და ველოდებით მეორე ეტაპის გაგრძელებას. ძალიან დიდი მადლობა ყველას ამ შესაძლებლობისთვის და მე მინდა ჩემს კოლეგებს ვთხოვო 1-2 სიტყვით თქვენ თავისი შთაბეჭდილებების შესახებ და რას აპირებენ რომ გააკეთონ მომავალში. მე ვარ მომვლელი ექთანი, კინესთეტიკასთან შეხება მქონდა მე რამოდენიმე წლის წინ. ეხლა უფრო ღრმად გავიცანი ეს დარგი, საკუთარ მოძრაობებს ჩავუღრმავდი და შევცვლი ჩემს საქმიანობაში იმას, რომ გავაუმჯობესო ჩემი პაციენტების ცხოვრების ხარისხი და ასევე ჩემი ექთნების. მე მოვლის სფეროში მოღვაწეობ და კინესთეტიკა აღმომაჩენინა, რომ ყველა ადამიანს ნებისმიერ მდგომარეობაში აქვს მოძრაობის რესურსი. ჩვენ შევძელით ეს რესურსი, ჩვენ შეგვიძლია ეს რესურსი აღმოვაჩინოთ ამ ადამიანებში და მე სულ ვამბობ, რომ კინესთეტიკა მასწავლა სხვისი მოძრაობის პატივისცემა საკუთარი მოძრაობით. რაც შეეხება როგორ განვავითარებთ და მოვლის სფეროში ვეცდები რაც უფრო ფართოდ შევით, ანუ კინესთეტიკა, რომ კომფორტული იყოს როგორც მომვლელისთვის, ასევე მოსავლელისთვის. მადლობა. 1 წლის წინ ვერ წარმოიდგენდი, რომ მე აქ ვიდგებოდი და ვერც იმას წარმოიდგენდი, რომ ესეთ საოცარ დღეს ჩავატარებდით სხვებისთვის და ამდენ ვორქშოპს ჩავატარებდით და ესე კარგად. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩვენი განვითარება მოხდა ზუსტად ისე, როგორც ბავშვი ვითარდება და დასაწყისში თითქოს სირთულეები ჰქონდა, მაგრამ სულ აღმოჩენების ფაზაში ვიყავით და სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდით. სრულიად შეიცვალა ჩემი წარმოდგენა სამყაროს მიმართ, არა მარტო საკუთარ მოძრაობაზე და პაციენტებთან მიმართებაში და კინესთეტიკა არის სწავლება არა მარტო მოძრაობის შესახებ, ჩემთვის ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი და როგორც ჩემი ცხოვრების ხარისხი შეცვალა, ასევე შეცვალა ჩემი პაციენტების და ჩემი გარშემომყოფების. რას ვაპირებ და ვაპირებ, რომ ეს ბედნიერება სხვებსაც გაუზარდო და მოხდეს პოპულარიზაცია იმ სწავლების, იმ მეცნიერების, რაც ადამიანებს უფრო გაუმარტივებს ცხოვრებას. კინესთეტიკამ სრულიად თავიდან და სხვანაირად აღმომაჩენინა საკუთარი თავი პირველ რიგში, ის ჩელენჯები, რაც დასახული მქონდა 1 წლის განმავლობაში და დავალებები, რაც საკუთარ თავს დავუსახე და შევასრულე, იმ ჩელენჯებმა დამარწმუნა, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, უბრალოდ ჩვენ უნდა ჩავუკვირდეთ ჩვენს თავებს და ეს შესაძლებლობები განვავითაროთ აღმოჩენის შემდეგ. კინესთეტიკის ტრენერის როლში მე მინდა ძალიან ბევრი აქტივობა დავგეგმო, რომ ის ცოდნა, რაც მე მივიღე ამ 1 წლის განმავლობაში, გავუზიარო პირველ რიგში ჩემს კოლეგებს და შემდეგ უფრო ფართო მასშტაბები მოიცვას ამ ყველაფერმა. მინდა ჩემნაირად დავანახო ხედვები ადამიანზე და ადამიანის მოძრაობაზე, ჩემს კოლეგებსაც და ძალიან ფართო საზოგადოებას მათი მეშვეობით. 1 წლის განმავლობაში კინესთეტიკის კურსმა ჩემს ცხოვრებაში მოახდინა გადატრიალება, მე უფრო კარგად შევიგრძენი საკუთარი სხეული, საკუთარი მოძრაობა და როგორც ექთანს, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან შემიძლია რეკომენდაციები მივცეთ, თქვათ პაციენტს, მიახლოებითი რეკომენდაციები თავისი მოძრაობის განვითარების შესახებ. როგორც ტრენერს მე მაქვს იმ საშუალება, რომ სტუდენტებთან, მომავალ ექთნებთან მქონდეს ურთიერთობა და დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს კინესთეტიკაზე გავამახვილო ყურადღება, როცა მათ ვასწავლით ავადმყოფის მოვლას და ეს დიდი სიამოვნება იქნება ჩემთვის. კინესთეტიკამ შეცვალა ჩემი ცხოვრება სრულიად. მე ვისწავლე დაკვირვებებით ცხოვრება, შესწავლა მუდმივად საკუთარი სხეულის
მან სრულიად შეცვალა ჩემი აზროვნება იმ მხრივ, რომ ადრე თუ არ ვაკვირდებოდი ჩემს ხელს და ჩემს მოძრაობებს, ეხლა მუდმივად ვარ დაკვირვებების ქვეშ. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მე ვარ პროფესიით ექთანი და მუდმივად ვაწყდები პრობლემებს ამ სფეროში. ვეცდები ჩემს კოლეგებს და მეგობრებს გაუზიაროთ ჩემი გამოცდილება და ცოდნა და შევცვალო მათი ცხოვრებაც, როგორც შეიცვალა ეს ჩემი შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში. კინესთეტიკა მომცა საშუალება, რომ ჩემი თავი კარგად შევიცნო, ჩავიხედო ჩემ თავში და კარგად შევისწავლო ჩემი სხეული და რაც ეხება ჩემ ტრენერობას, მე როგორც ექთანი ტრენერი აუცილებლად მოვამზადებ მეტ პერსონალს და მეც ადამიანს გაუზიარებ კინესთეტიკის შესახებ და ვეცდები რომ ჩავნერგო ეს მაქსიმალურად, იმიტომ რომ სამედიცინო პერსონალისთვის პირველია. კინესთეტიკა მომცა საშუალება ამ 1 წელში შემესწავლა საკუთარი სხეული, დამედგინა საკუთარი საზღვრები და იმ სხვადასხვა დავალებებმა, რაც ჰქონდა ამ 1 წლის განმავლობაში, მომცა საშუალება, რომ მემუშავა საკუთარ თავზე და გამეფართოვებინა ეს საზღვრები. ტრენერის როლში საკუთარ თავს ხედავ იმ კუთხით, რომ ჯერ პირველ რიგში რა კი ახალი დაწყებული სფერო არის და არ იცნობენ საქართველოს მასშტაბით კარგად ცნობიერება ავამაღლოთ და შემდგომ დაინტერესების შემთხვევაში მომსახურე პერსონალთან ჩავატაროთ გარკვეული ვორქშოპები იმისათვის, რომ მათი ცხოვრების ხარისხიც და პაციენტის ცხოვრების ხარისხიც იყოს ამაღლებული. კინესთეტიკის საშუალებით ვისწავლე როგორ უნდა გავიცნო საკუთარი თავი და ვისწავლე როგორ დავაკვირდე სხვებს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ყველამ გაიაზროს და შეძლოს. რაც შეეხება საქმიანობას, ვფიქრობ, რომ კინესთეტიკა ის არის, რომელიც სამედიცინო პერსონალს სჭირდება და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ სამედიცინო პერსონალში გავავრცელო კინესთეტიკა და იმ თვალით შევახედო ადამიანის მოძრაობაზე, რა თვალითაც მე დავიწყე ყურება. რაც გავეცანი კინესთეტიკას, მას შემდეგ ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველთვის ვცდილობ, რომ შევცვალო სხვა ადამიანების ცხოვრების ხარისხი. ჩემს საქმიანობას მომავალში ვხედავ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ვიმუშაო და საკუთარ თავში აღმოვაჩენინო ახალი შესაძლებლობები და გაიზარდოს მათი ცხოვრების ხარისხი.